საღამო მშვიდობის მოგესალმებით დიდი სიყვარულით ჩემ ადამიანებს მისმენთ და ძალიან გეჩქარებათ როგორც ჩანს ჯერ თემაზე არ მithkoms არაფერი და უკვე რომელიღაც ვარიანტი ძალიან ცდილობს რომ თავისი სიტუაცია უფრო მეტად პირველ ადგილზე წარმოაჩენს ასე ვთქვათ რომელიღაც ვარიანტი შესაძლებელია ძალიან მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დადექით შესაძლებელია რაღაც სიტუაციაში არ დავაკონკრეტებ აუცილებლად პირადია ნებისმიერ სიტუაციაში მოგიწიათ იმედგაცრუებული რომ დარჩენილიყავით სხვა ადამიანის ჩარევის გამო და აი ამ სიტუაციას ხშირად იხსენებთ კიდევაც შესაძლოა ჩემო გოგოებო ну აშკარად რაღაცა სირთულეებთან არის კავშირში ეს ყველაფერი კარგი საჭირო იქნება სიზმრებზე მაქვს გაშლა და თუ საჭირო იქნება გამოჩნდება კიდევაც ეს თემა სიზმრებზე სიზმარში დასიზმრებულ ადამიანებზე ვშლი ახლა საინტერესებდათ ეს თემა და ვნახოთ თუ ადამიანი გესიზმრებათ ხშირად თქვენი სურვილის და მიუხედავად შუბას ერთ არ ფიქრობთ მაგრამ რაღაცნაირად გესიზმრებათ ხო ნუ შეიძლება ქოსნობიერშია დალექილი რაღაც ინფორმაცია მოდი ასეთ ადამიანზე მე არ მაცლით ლაპარაკს ვნახოთ რას უნდა ნიშნავდეს უცებ ვიტყვი პირველი ვარიანტი მოდი ესენი ავიღოთ პირველი ვარიანტი ეს პირველი აირჩიეთ და ვნახოთ ვინც აირჩია პირველი ვარიანტი რას ნიშნავს თქვენი სიზმარი ძალიან მოუთმენელი ადამიანი არის პირველი ვარიანტი აი უსაზღვროთ ვნახოთ რა ხდება თქვენთან ჯერ ამ ადამიანთან დაკავშირებით რამე თუ ხდება საერთოდ ვნახოთ ну აშკარად პირად ურთიერთობას ეხება ეს ყველაფერი შესაძლებელი არის ეს ურთიერთობა რაღაცა ბარიერების წინაშე იყოს აკრძალული სიყვარულის თემას შესაძლოა აქ ჩემი გოგოები არიან დაოჯახებულები ან სხვა პარტნიორთან არიან ძალიან სერიოზულ ურთიერთობაში და ეს ადამიანი ვინც გესიზმრებათ ძალიან გიზიდავთ მისი შინაგანი სამყარო მისი მგრძნობიარება ძალიან მგრძნობიარე პარტნიორი არის გიზიდულობა ძლიერი კარგი მოდი ვნახოთ რატომ გესიზმრებათ ეს ადამიანი რეალურად რამის თქმა ხომ არ უნდა მიზეზი რატომ გესიზმრებათ ეს ადამიანი პირველ ვარიანტთან შესაძლებელია რაღაც სიტუაციები არ გაირკვა, შუა პროცესში დაიშალეთ და ბევრი უთქმელი დაგრჩათ. და მინდა გითხრათ, რომ ეს სიზმარი მიანიშნებს ამ ადამიანის დიდ სურვილზე, აი ეს საუბარი შედგეს, ყველაფერი გულწრფელად გაარკვევთ ერთმანეთთან და თქვენი ურთიერთობა ვისთანაც ანუ არ არის ამჟამად და დაპაუზებულია აღდგეს გამოჯანსაღდეს და მინდა გითხრათ რომ ამ ადამიანს ვინც ხშირად გესიზმრებათ მასაც ხშირად ესიზმრებით და ძალიან ბევრს ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე და მინდა ვთქვა რომ თქვენი სიზმრები არის ძალიან განსხვავებული შესაძლებელია ერთნაირ სიზმრებსაც ხედავდეთ ან ერთნაირ რაღაცა მესიჯები გქონდეთ ძლიერ კავშირს გრძნობთ ეს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, ანუ ვინც გესიზმრებათ თქვენ მიმართ, უნდა იცოდეთ, რომ მას აქვს რომანტიული გრძნობები, არაფერი არ განელებია და განსაკუთრებით ღამე უმძაფრდება ეს ყველაფერი. თქვენი მონატრება გაუსაძლისია, შესაძლებელია ეს ადამიანი ვერ ბედავს მოსვლას პირადად და ამაზე ლაპარაკს და ამიტომ გესტუმრებათ ხოლმე სიზმრებში, აი პირდაპირ მოკლედ და კონკრეტულად გაგვცა პირველ ვარიანტმა.
მოგესალმებით მეორე ვარიანტო, აბა ვნახოთ ამჟამად თქვენ რა ურთიერთობა გაქვთ საერთოდ ამ ადამიანთან. მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანთან თქვენ საერთოდ არ გაქვთ ამ ეტაპზე ურთიერთობა, აქ არ მაჩვენებს სქესს, მინდა ვთქვა, უბრალოდ გული გწყდებათ ამ ადამიანის არ ყოფნით თქვენ ცხოვრებაში, გარკვეული მიზეზების გამო არის განცალკევება, ეს შეგეყოს მეგობარი, კოლეგა, ნებისმიერი ადამიანი, ვიღაცაზე ძალიან გწყდებათ გული, თუმცა ვერაფერს ვერ შველით, რაღაცნაირად არ გაქვთ იმის უფლება რამე გააკეთოთ და ესე მიყვებით ცხოვრების დინებას მელანქოლიურად. მოდი ვნახოთ პირდაპირ რისი თქმა უნდა ამ ადამიანს, ვინც გესიზმრებათ რეალურად. რატომ გესიზმრებათ, მოდი ვნახოთ და რო საზრით. მინდა ვთქვა, აქაც პირადი ურთიერთობებია, აქ არის ძალიან გაურკვეველი მდგომარეობა, შესაძლებელია ეს ადამიანი ძალიან გავდეთ ხასიათით, გარეგნობით, ფერებით, ზოდიაქოთ, რაღაცა გაქვთ საერთო, მსოფლმხედველობა გაქვთ საერთო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თქვენი გზები არის გააყრილი და რა ხდება? ხო, უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანი შეიძლება ეხლა ჯერ ვერ მოვიდა თქვენამდე, რაღაც შემაკავებელი ფაქტორები აქვს, ხელი ეშლება, ხელს უშლიან, წარსული გამოცდილებაც მოქმედებს მასზე, ამ ეტაპზე შესაძლებელი არაფერი არ ხდებოდეს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანიც მეორე ვარიანტიც აუცილებლად დაბრუნდება თქვენ ცხოვრებაში. ოღონდ ეს იქნება ერთგვარი გამოცდა. აქ თითქოს ესეთი რჩევა მეორე ვარიანტი, რომ ეს ადამიანი როცა დაბრუნდება, არ მიიღოთ, როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს, როგორი გულიც არ უნდა გწყდებოდეთ, ეს ადამიანი არ მიიღოთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ძალიან მძიმე შედეგები დადგება და გული დაგწყდებათ. თუ დასრულდა ყველაფერი, ხელმეორედ არაფერი არ განაახლოთ ამ პიროვნებასთან. შესაძლებელი არის ზამთრის პერიოდში დაბრუნდეს ეს ადამიანი ამ 3 თვის განმავლობაში, მაგრამ მაქსიმალურად გაძლიერდით და იფიქრეთ წინა გამოცდილებაზე ამ პიროვნებასთან. სიზმარს უნდა გაგაფრთხილოთ უბრალოდ, რომ არ გინდა შეეშვი, რაც არ უნდა მოხდეს, რაც მოხდა უკვე ეს უკეთესი არის. აღარ უნდა განმეორდეს იგივე შეცდომები, იყავი ყურადღებით, ფრთხილად და გაძლიერდი. ესეთი გაშლა იყო. მადლობა.